მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხდიჯი ჩენელი და დღეს მე წარმოგიდგენთ ჩემს მორიგ ვიდეოს, სადაც გადავიღებ PC Building Simulator-ს. ეს არის მეგობრებო ძალიან მაგარი თამაში, თავის თემაში არის ჩემი აზრით ნომერ პირველიც. თავისი თემა არის კომპიუტერების აწყობა, შეკეთება, გასუფთავება და ამ თემაში ჩემი აზრით ეს თამაში არის ნომერ პირველი. დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება მეგობრებო, მინდა ავაწყო კომპიუტერი, რომელიც დღესდღეობით 2025 წელს საკმაოდ კარგად გაკაჩავს ყველაფერს, არ ექნება არანაირი შეფერხება და იმ ყველა მოთხოვნას, რაც შეიძლება გეიმერს კონდეს, დააკმაყოფილებს საკმაოდ კარგად. მოდი ახლა დავიწყოთ ჩვენი კომპონენტების არჩევა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ავირჩევთ case. Case იყოს Deepcool-ის case, Deepcool Matrix 45, რომელიც საკმაოდ ბიუჯეტური case არის და ასევე არის ძალიან ლამაზიც. მეგობრებო, ფასებს როგორც ხედავთ გვერდით ეწერება, მაგრამ ეს თამაში არის 2018 წელს გამოსული და აქ გათვალისწინებული არის 2018 წლის ფასები. შეიძლება დღესდღეობით ეს ყველა ნაწილი უფრო იაფადაც კი ვიშოვოთ. მოდი ახლა ამ hard drive-ის გალიას საერთოდ მოვხსნი მეგობრებო, რადგან hard drive-ი დღესდღეობით ძალიან მოძველებული არის და ჩემი აზრით თანამედროვე კომპიუტერში არც უნდა იყოს. გავანთავისუფლოთ ჩვენი ვიდეო ბარათის ადგილიც. ორი მოვხსნათ და ახლა უკვე დავიწყოთ ჩვენი კომპონენტების არჩევა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ავირჩევთ დედაბარათს, რადგან შემდგომ ყველაფერი დავაყენოთ ჩვენს დედაბარათზე. მოდი მეგობრებო, დედაბარათი იყოს Z490. როგორც ხედავთ, აქ ძალიან მაგარი დედაბარათები არის, მაგრამ ძალიან რომ ბიუჯეტს არ გავწდეთ, ავირჩევთ ცოტა ისეთი დაბალანსებული ვერსია. ეს არის ყველაზე მაგარი ჩემი აზრით, 5000 MHz-იანი, რა თქმა უნდა. მოდი აი ამას ავირჩევ EUGA-ს, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება, არის 4400 MHz-ზე, რა თქმა უნდა DDR4 1200 სოკეტზე. მოდი ჩავაყენოთ ჩვენს case-ში. როგორც ხედავთ მეგობრებო, არის EUGA-ს motherboard-ი და EUGA საკმაოდ კარგი ბრენდი არის. ჩემი ერთ-ერთი საყვარელიც შეიძლება ითქვას. ეხლა კი მეგობრებო, ჩავაყენოთ ჩვენი CPU, იგივე პროცესორი. პროცესორი, მოდი შევიდეთ ჩვენს პროცესორებში და მოდი მეგობრებო, i9 არ გვინდა, რადგან i9 ძალიან ძვირს გახდის უკვე ჩვენს case და არ გვაწყობს, ასე რომ მოდი i7 იყოს. i7 10700K, რომელიც ძალიან მძლავრი პროცესორი არის მეგობრებო და რადგან არის ესეთი მძლავრი, ჭირდება საკმაოდ მძლავრი გაგრილებაც, რასაც აუცილებლად ჩვენ ავირჩევთ. მოდი ახლა ეს ჩვენი თერმოპასტა წავუსვათ და გავხსნათ უკვე ჩვენი ოპერატიული მეხსიერების, იგივე RAM-ის სლოტები. და ოპერატიული მეხსიერება უნდა დავაყენოთ მეგობრებო 32 GB, რადგან დღესდღეობით 16 GB უკვე ვეღარ მოგყვება ისე, რომ ძალიან კარგად დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნები, ასე რომ 32 ჩავაყენოთ და ჩავაყენებთ რა თქმა უნდა G-Skill-ის RAM-ებს, G-Skill Trident Z, არასწორად დავწერე. აი ესენი მეგობრებო. მოდი შავები ბევრად უფრო ბიუჯეტური არის, მაგრამ მოდი აქ ცოტა ბიუჯეტს გადავახტეთ და დავაყენოთ ჩვენი აი ეს Silver RAM-ები, 2,16 GB-იანი დავაყენოთ 4000 MHz-იანი, რაც ძალიან კარგად ამუშავებს ჩვენს სისტემას და ყველაფერში კარგად გამოგვადგება. ესეც ასე ჩვენი ოპერატიულებიც დავაყენეთ, ახლა კი დრო მოვიდა რომ დავაყენოთ ჩვენი გაგრილება. გაგრილებას რა თქმა უნდა დავაყენებთ მეგობრებო წყლის გაგრილებას, რადგან ამ ასეთ პროცესორს ჰაერის გაგრილებას ნამდვილად ვერ ვანდობთ. მოდი გაგრილება იყოს Cooler Master-ის. ეს ჰაერის გაგრილებები არ გვინდა. აი ეს კარგად გამოიყურება, მაგრამ აი ეს იყოს მეგობრებო Cooler Master-ის წყლის გაგრილება, 2 ცალი 240 მმ-იანი ფენი უყენია, რაც დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად გააგრილებს ჩვენს პროცესორს. ასე რომ მოდი აი აქ მაღლა დავაყენოთ. ესეც ასე.
და ეხლა უკვე დრო მოვიდა მეგობრებო, რომ დავაყენოთ ჩვენი მეხსიერება, იგივე SSD. SSD-ს დავაყენებ მეგობრებო, ერთ M2 ტიპის SSD-ს დავაყენებ. ეს ADATA და ისინი არ გვინდა, Corsair-ის დავაყენოთ. აი ეს იყოს, ერთი ცალი 480 გიგაბაიტიანი იყოს M2 SSD და ერთიც ტერაბაიტიანი SATA SSD დავაყენოთ და საკმარისი არის ჩემი აზრით. აი ეს იყოს 1024 გიგაბაიტიანი SATA SSD Kingston-ის. ესეც ასე. ეხლა კი მეგობრებო, დავაყენოთ ჩვენი კვების ბლოკი. ვიდეო ბარათი რაც უნდა ჩავაყენო უკვე მე ვიცი, ასე რომ მაგ ვიდეო ბარათს მძლავრი კვების ბლოკი დაჭირდება, ასე რომ მოდი იყოს 850 ვატიანი კვების ბლოკი. 1000 ამს ვფიქრობდი, მაგრამ 1000 უკვე ძალიან ზედმეტი იქნება, ასე რომ ჯობია იყოს 850-იანი. და მოდი ეს იყოს მეგობრებო, Cooler Master-ის მოდულარული კვების ბლოკი 850 ვატიანი. ასე რომ ჩავაყენოთ ჩვენს кейსში ჩვენი Cooler Master-ის კვების ბლოკი. და დრო მოვიდა მეგობრებო, ჩემი ყველაზე საყვარელი კომპონენტი, სადაც დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც ყველაზე საყვარელი კომპონენტი კომპიუტერებში და ეს არის ვიდეო კარტა. ვიდეო კარტას დავაყენებ მეგობრებო, რა თქმა უნდა RTX მოდი იყოს 3080, RTX 3080. ჩამოაურა ლამაზია. თან OC ვერსია არის. ესეც ძალიან კარგი არის, მოიცა. ჩამოვუყვები კიდევ. მოდი აი ეს იყოს მეგობრებო, მაინც EUGAS არის და თვითონ პლატაც EUGAS-ი გვაქვს, ასე რომ მოდი იყოს აი ეს. ჩვენი 3080 და RAM ხელა არის უბრალოდ დააგვირდით მეგობრებო. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება RGB. ძალიან დიდი ვიდეო ბარათი არის. ეხლა კი მეგობრებო, ჩვენს кейს შევავსებ RGB კულერებით და უკვე მოვა დრო იმისა, რომ ჩავრთოთ. შემდეგ გავიყვან კაბელებს და ჩავრთავთ აუცილებლად. მოდი ფენები იყოს Corsair-ის 120 მმ-იანი RGB ფენები. სულ ყენდება 4 ამ მდგომარეობით, ისე ყენდება როგორც ვიცი 6. და მართლაც გამოგვივიდა ისეთი სისტემა მეგობრებო, რაც დღესდღეობით გულდაწყვეტილს არ დაგტოვებთ. მე-10 თაობის i7 RTX 3080-32 RAM შვენიერი სისტემა გამოვიდა. იქნება საკმაოდ სწრაფიც, რადგან სრულ SSD-ზე გვიყენია. ესეც ასე მეგობრებო, ეხლა кейს თავისი დეტალები დავუყენოთ. ეს ფილტრი, წინა პანელი, ეს უკანა პანელი. ეხლა ჩვენი ვიდეო კარტაც ლამაზად დავამაგროთ. და ეხლა მოვიდა დრო, რომ გავიყვანოთ ჩვენი კაბელები. მოდი იყოს აი ეს ფერი და თვითონ кейსაც ამ ფერში გავანათებ და ჩემი აზრით იქნება ძალიან ლამაზი. დავაერთოთ ყველაფერი ჩვენს კვების ბლოკზე და დედაბარათზე. ესეც ასე ყველაფერი უკვე დავაერთეთ. მოდი აი ამ გარე კაბელებსაც შევაერთებ. ესეც ასე. მოდი ახლა ჩვენი წინა პანელი მივამაგროთ. Cable management-ი თლად კარგად ვერ გამოვიდა შიგნით, მაგრამ რაც გამოვიდა, ეგ ჩვენზე არ არის უკვე დამოკიდებული. ეს ჩვენი Windows-ის ფლეშკაც შევაერთოთ და
მოვიდა დრო, რომ ჩავრთოთ და უბრალოდ ჩართვის სისწრაფეს დააკვირდით სრულ SST-ზე რომ გვაქვს 1, 2 და 3. გაანათა აი ჩვენი EUGAS ლოგო და სისწრაფე თქვენთან შეახსენეთ. მოდი ახლა გადმოვიწერ მეგობრებო პროგრამას, რომლის დახმარებითაც ჩვენი კომპიუტერი დაიკვირდება 100%-ზე და ვნახავთ ტემპერატურებს როგორც ვიდეო ბარათის, ასევე პროცესორის. მოდი აქ პერიფერიალებს შევცვლითო, რომ რაღაც ძალიან საოფისიერი პერიფერიალები გვეყენია. მოდი HyperX-ის მაუსპადი იყოს და ROG-ის მაუსი. მოდი ვუცებ ახლა ყველაფერს ერთ ფერში გავანათებ და უკვე დავიწყოთ ჩვენი ტემპერატურის ტესტი. მეგობრებო, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ამ ბოლო დროს საერთოდ არ გვემატება არც გამოიწერები, არც ლაიქები არ აქვს, ისე რომ გთხოვთ რომ დაალაიქოთ. აი ეს ფერი იყოს, ეს ფერი არის ისედაც და აი ესეც ჩვენი კომპიუტერი, მოიცა შუქს ჩავაქრობ, რომ კარგად გამოჩნდეს. ესეც ჩვენი PC მეგობრებო. თქვენ თვითონ შეაფასეთ რა მე ძალიან მომწონს და მოდი ახლა უკვე დავუტვირთოთ ჩვენი კომპიუტერი 100%-ზე. წავიდა. აქ საერთოდ ყველაფერს გვიჩვენებს, კვების ბლოკის დატვირთვასაც და საერთოდ ყველაფერს. აი დაიწყო უკვე. აი გადასარევი ტემპერატურები არის მეგობრებო, სააღოლ ჩვენს Cooler Master-ის გაგრილებას, როგორც ხედავთ, მე-10,000 პროცესორი არის 10700K და 60 გრადუსზეც კი არ ავიდა მაქსიმალურ დატვირთვაზე და ვიდეო ბარათი საერთოდ 60 გრადუსზეც კი ვერ ავიდა, არის 56 გრადუსზე არის და კვების ბლოკს თქვენ თვითონ უყურეთ 445 ვატი იხარჯება ახლა და ჩვენ გვიყენია 850 ვატიანი. ესეთ სისტემას თითქმის 2-ს გაკაჭავს, ასე რომ როგორც ხედავთ, მშვენიერი სისტემა გამოვიდა მეგობრებო. ახლა კიდე Will It Runs გადმოვიწერ, ამით ჩვენ ვნახავთ თამაშებში იასპარეზებს ჩვენი PC და უკვე დაგემშვიდობებით მეგობრებო, ესეც რა თქმა უნდა საინტერესო არის. ესეც Battlefield 1 რეკომენდირებული რაც არის ამ თამაშზე ყველაფერს ლახავს, даже მეტიც კი არის, როგორც ხედავთ, აი თქვენ თვითონ დააკვირდით. მოდი იყოს Dota 2, თქვენ თვითონ ხედავთ და ახლა სამონტაჟო პროგრამები Adobe Premiere Pro, როგორც ხედავთ, შვენივრად უმკლავდება და Adobe Photoshop-ი, რომელსაც მეც ვიყენებ. საერთოდ ყველაფერს გაკაჩავს მეგობრებო, თქვენ რაც არ უნდა ითამაშოთ. აი GTA-ც ვნახოთ, მიუხედავად იმისა, რომ ძველი თამაში არის. უპრობლემოთ მეგობრებო, უპრობლემოთ, ასე რომ გონი გამოგვივიდა ის სისტემა, როგორცაც გეგმავდით. მე ამით დაგემშვიდობებით, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. კარგად.